საქართველოში მოსახლეობის აღწერა აჭარიდან და გურიიდან დაიწყო. 15,000-მდე პირი კარდაკარ ჩამოვლით დაადგენს ოჯახში სულადობას, განათლების დასაქმების, რელიგიური კუთვნილების შესახებ მონაცემებს. აჭარაში საქსტატმა 310 ადამიანი გამოყო. აღწერა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2002 წლის შემდეგ საქართველოში პირველად მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იგეგმება. აჭარასა და გურიაში დღეს საყოველთაო აღწერის საველე პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიები დადგინდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოყოფილი სპეციალურად შერჩეული კოორდინატორები სულადობასა და ადგილზე ცხოვრების ხანგრძლივობას ოჯახების უშუალო გამოკითხვის შედეგად დაადგენენ. საქართველოს სტატისტიკის ცენტრმა დაიწყო მოსახლეობის აღწერა, რადგანაც გვაინტერესებს რამდენი ვარ დღეისთვის საქართველოში, რადგანაც ეს აღწერა 2002 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და არ ვიცით საერთო მოსახლეობის რიცხვი. კითხვები გვაქვს ასეთი, რამდენ სართულიანია სახლი, ოჯახში როცა შევდივართ, ოჯახის უფროსის სახელი გვარს ვკითხულობთ და რამდენი ცხოვრობს ამ ოჯახში საერთოდ. აღწერა საქართველოს მასშტაბით 15,000-მდე სპეციალურად შერჩეული პირი აწარმოებს. მოსახლეობა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს და ყურადღებას აღწერის საჭიროებაზე ამახვილებს. პირველად მოვიდნენ სტატისტიკის სამსახურიდან, წარმოადგენეს თავი და ჩაატარენ სრულყოფილი აღწერა. რაზედა ჩვენ გავეცეთ სრულყოფილი პასუხი. ცხოვრობს 3 ადამიანი ამ და ამ მისამართზე. დღეს შეგვიკითხეს სახი რამდენი ცხოვრობ და მოვალში კიდევ მოვალთ აღწერას გავაკეთებთ. ყველასთვის საინტერესო არის ეს, რომ აღწერა დაიყოს, ყველგან რომ იცოდეს, ყველა რამდენია საქართველოში მოსახლეობა. 2014 წლის ნოემბრიდან საყოველთაო აღწერის მეორე ეტაპი დაიწყება. მოსახლეობა ინდივიდუალური კითხვარის მეშვეობით გამოიკითხება, რომლის შედეგადაც დადგინდება განათლების, დასაქმების, დემოგრაფიის, რელიგიური კუთვნილების მაჩვენებელი და ისახება სახელმწიფოს განვითარების სამომავლო ტენდენციები. მოსახლეობის აღწერა მოგცემს დემოგრაფიულ, სოციალურ, ეკონომიკურ მონაცემებს, რაც დაეხმარება შემდგომში მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ნებისმიერ ინვესტორს იმისთვის, რომ უფრო მიზანმიმართულად განახორციელოს ყველა თავისი პროგრამა, რადგან ადამიანების რაოდენობაზე არის მიმული საბიუჯეტო დახმარება, სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. აქედან გამომდინარე სასაზღვრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად კონკრეტულად 12 წლის შემდეგ ჩვენ ზუსტად დავადგინოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა მიგრაციული პროცესები. წინასწარი სიების დასადგენად აჭარაში საქსტატმა 310 ადამიანი გამოყო. აჭარა-გურიის შემდეგ მსგავსი საველე სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. 2002 წლის მონაცემებით საქართველოში 4,715,525 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის 2 წლის განმავლობაში 18 მილიონი ლარი დაიხარჯება.